სკოლის დირექტორების პროტესტი შესაძლოა ისევ განახლდეს. ერთი თვე გავიდა განათლების სამინისტროს დაპირებიდან, რომ დირექტორების შესარჩევ კონკურსს თავიდან ჩანიშნავდა და სამართლიან გარემოში ჩაატარებდა, თუმცა დირექტორობის კანდიდატების ნაწილი გამოცდების ჩანიშვნას და სამინისტროსგან კონკრეტული თარიღის დასახელებას უკვე ერთი თვეა უშედეგოდ ელის. განათლების დამცველთა ასოციაცია დღეს პრესკონფერენციას გამართავს და ხელისუფლებას უკვე საჯაროდ მოუწოდებს შეასრულოს დაპირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისევ საპროტესტო აქციებსა და შიმშილობას აანონსებენ. მე შეგახსენებთ, სკოლის დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კონკურსის უსამართლოდ ჩატარებას აპროტესტებდა. საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. პროტესტის ორმა მონაწილემ მაშინ შიმშილობაც კი დაიწყო. განათლების მინისტრმა მოგცა ოფიციალური დაპირება და დოკუმენტში წასახეს, რომ დირექტორთა კონკურსი ხელახლა ჩატარდება და ყველას მიეცემა საშუალება, რომ გამჭვირვალე ფორმით მიიღოს მონაწილეობა. გავიდა უკვე, ერთ თვეზე მეტი ხანი. ჩვენ განცხადებითაც მიმართეთ, რომ მას დაეკონკრეტებინა თარიღი და ამავდროულად შესაბამისი ნორმატიული აქტიც გამოიცა მასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ ვიხილავს. ოფიციალური წერილით მას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ კონკრეტულად როდის იქნება ეს და რომელ რიცხვში იქნება და რა უშლის ხელს ამ ბრძანების გამოცემას და ასევე იქ უკვე შემდგომ ბრძოლის ტაქტიკაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, თუ კი ეს პასუხი არ იქნება და არ გამოიცემა შესაბამისი ნორმატიული აქტი. საქართველოში ამინდი გაუარესდება.